ჩემი აზრით. ირაკლი, აი ამ გადაცემის მსვლელობისას რამდენჯერმე ვახსენეთ, რომ შეიძლება ერთ წამში შეიცვალოს პროცესი და საზოგადოება გაბრაზდეს ისე, როგორც უნდა გაბრაზდეს წესით. რამ შეიძლება ეს მოიტანოს? აი, რა გაჩვენა, თქვათ, გასულ კვირას მიმდინარე მოვლენებმა, არა ამ კვირას, არამედ მანამდე, რაც მოხდა მაგალითად კახეთში. ამ კვირაში მთელი საქართველო რო ჩაბნელდა ერთიანად, ძალიან ბევრი ეჭვი გაჩნდა. რამ გამოიწვია ეს, რაღაც სუსმა დაიწყო, რაღაცა გამოძიება, საბოტაჟის მუხლით. ვიღაცამ თქვა, რომ ალბათ მიხეილ ყაველაშვილი რომ ეთერში იყო, მაგიტომ გათიშეს, იმიტომ რომ სისულელეს ამბობდა, თვითონ კოცებმა გათიშეს მთელი საქართველო. ანუ მართლა მიგაჩნია, რომ შეიძლება რაღაც ერთ მომენტში გადაწყდეს პროცესი და როგორ შეიძლება ეს პროცესი გადაწყდეს? ეგ ხა ძალიან რთული შეკითხვაა, მაგრამ რა თქმა უნდა, ერთ მომენტში გადაწყდება პროცესი საბოლოო ჯამში. ხო, თავარი არის, რომ ჩვენ უნდა გავგმართლოს ერთხელ და იმათ სულ უნდა გაუმართლოს. ანუ ეს რაღაც ერთხელ გამართლება გვჭირდება, აქეთ მხარეს ესე, რომ გავამარტივოთ ეს სათქმელი, მაგრამ მე მგონია, რომ ძალიან ნიშანდობლივი იყო ის, რაც კახეთში თელავში მოხდა. მთელი მათი ეს ბრაზი გამოიწვია ამ თელავის ინციდენტმა რა ნაწილში. ჩემთვისაც იყო ცოტა უცნაური შეგრძნებებით დატვირთული მთელი გამბა. ჩემთვისაც აბსოლუტურად. არ ვიყავი საქართველოში და ამიტომ ცოტა დისტანციურად მომიწა ამისთვის თვალის დევნება და თავისთავად ეს სცენა რო ვნახე, ხო, ეს კადრი ცნობილი იყო. წარმოუდგენელი ძალიან უსიამოვნო, შემზარავიც კი, მე არ არსებობს კონფიგურაცია, სადაც ეს კადრი, როცა ერთი ადამიანი მეორეს და აი მართლა არ გავყოფ გენდერულად, აი ესე ურტყამს, ეს შეიძლება იყოს სასიამოვნო სანახავი. ნამდვილად. თუ რაღაც არ გადავალთ რაღაცა მართლა ომის პერიპეტიებში და რაღაც თავის გადარჩენის მიზნით და რაღაც აი ამ კონკრეტულ გარემოებებთან რო დავრჩეთ, ხო? გასაგებია ის რაც კონტექსტი რაც იქ მოხდა, რომ შემზარავი იყო ის ხალხი როგორც იქცეოდა, რომ იქცეოდნენ როგორც ამ ქვეყნის ბატონ პატრონები, რომ ქორწილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება საქართველოში და ადამიანისთვისაც ცხოვრებაში. თავარი რა იყო, რამაც ჩემი აზრით ოცნებისთვისაც დიდი გაკვირვება მოიტანა, რომ მთელი ქართული საზოგადოებრივი აზრი აღმოჩნდა იმ ხარეს, სადაც არ არიან რუსები. აღმოჩნდა რუსების საპირისპირო მხარეს. აღმოჩნდა იმ ხარეს, რომ ეს რუსები თავზე გვასხედან უკვე. და ეს იყო ძალიან საყოველთაო. მარტო ის კი არა რომ აკაცუკები ურბანული ცენტრში რაღაცა ოპოზიციურად განწყობილები, ესეთები, არა, საყოველთაო იყო მათი ამორჩეველიც კი აღმოჩნდა ამ მეხორწილეების მხარეს და რუსების პირისპირ. მათი ამორჩევლისთვისაც კი ის რუსები იყო საზიზღრობა და საშინელება. მათი ამორჩეველიც კი აი ამ ძალიან ცუდ სცენას მაინც ემოციურად იყო ქართველის მხარეს და არა რუსის მხარეს. და ეს მათთვის იყო ძალიან დიდი აღმოჩენა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამდენ ხნიანი მუშაობის შემდგომ ძალიან მეთოდური მუშაობის ისინი ხო ეუბნებიან რომ რუსეთი არის ჩვენი გზა, რომ რუსი ტურისტი არის საქართველოს გადარჩენის გზა, აბა სადმე წავიდეს შენი ღვინო თუ რუსეთში არ წავა, აბა ვინ იყიდის შენ ხვაჭაპურს თუ რუსი არ იყიდის, აბა ვინ მოგცემს ფულს თუ რუსი არ მოგცემს რუსეთიაში. აი ეს მეთოდური მუშაობის შემდგომ მაინც აღმოჩნდა რომ ამ ქართველებს არ უნდათ ეს რუსები. კი. ეს იყო მათთვის შოკის მომგვრელი აღმოჩენა. აი მართლა გეუბნები, აი შოქში იყვნენ, როცა ეს აღმოაჩინეს. მათ შორის საკუთარ ამორჩეველში მთელი ეს ეხლა რომ საპირისპირო ძალადობა რომ მოაწყეს, ხო ეს მოდარდუმა, ჩემეთ ამაზეც იყო პასუხი მათ შორის. თქვენ აი თან რა მოუწიეთ? გამოძიების პირველ ეტაპზე იქ იგრძნობოდა, რომ ცდილობდნენ ამ ბიჭისთვის მდგომარეობის დამძიმებას. გამოშვება მოუწიათ. ხო? დაიჭირეს მომღერალიც კი. კი, მაგრამ მე გამოშვება მოუწიათ, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ამას შეიძლება დიდი ბრაზი მოყვეს ამის დასჭეს. და ამის გამოშვება რომ მოუწიათ, ამაზე ისე დაიბოღდნენ, რომ აი მოაწყეს ეს სცენა, რომ აი ჩვენიანსაც დავიჭერთ და მე გამოვუშვებთ. აი ეს მოდარდუმბაძის ამბავზე, ხო? ანუ ძალიან ნიშანდობლივი იყო. აი ერთი პროპაგანდისტი წერდა სხვა შორის რაღაცა ისტორია გაიხსენა, რომ აი რა გინდათო რა რუსებზე უარის თქმა, პირდაპირ ესე აღწერა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, რომ თეთრი პური და თეთრი უკანალები მოდის რუსეთიდანო. და ამაზე გინდა ეს არ გინდათო ქართველებსო? ანუ ამის თქვა და რომ ამის პასუხიც იყო, გაგრძელებაც იყო ძალიან სიმპტომატური და ნიშანდობლივი. ლალი მაროშკინამ წაიყვანა თავის სასტუმროში და აჯილდოვა ხატებით ადამიანი, რომელზეც უკრაინაში ძებნაა გამოცხადებული, იმიტომ რომ მწვანე მაგი არ ვიცით მაგას. მამკა მამულაშვილის ინფორმაციით. უბრალოდ მე ვამოწმებ ამ ინფორმაცია და სამწუხაროდ დადასტურება არ მიმიღია მაგაზე, ვერც არცად ამიკითხავთ, ამიტომ დეზინფორმაცია შემოგდებული ბევრი იქნება, იმისთვის რომ მე პოზიცია
სანქციები სუსტად გამოჩნდეს. ერთ რამეს ყოველ შემთხვევაში ლალი მაროშკინას რეაქცია იყო ასევე ძალიან სიმპტომატური. უქნევდა სხვებს კიდე ხო ხალხის ხელის მოქმედაზე არ უნდა ლაპარაკობდეს, თუმცა ცალსახად დასაგმობია ის რაც ვნახეთ. ქალზე ზალადობა. მე სხვა რამეზე მინდა აქცენტი გავაკეთო, უცებ ვიტყვი. უბრალოდ ხა ტურიზმზე ლაპარაკობენ, ხა ირაკლიმაც აქცენტი გამახვილა, თქვენს გამახვილეთ და მეც ვიტყვი, რომ წლების განმავლობაში ეს რეჟიმი ცდილობდა ჩამოეკიდა საქართველოს ეკონომიკა არამდგრად, არასტაბილურ მერკეტებზე და ეს არის რუსი ბჭყალებში ტურისტი. ჩემთვის თავისთავად ნონსენსია, მე ყველა ეთერში ამას ვამბობდი ხოლმე, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეს ეძახი ტურისტს. ეს არის უკვე დიაგნოზი, ეს არის განაჩენი, როდესაც შენ მერე ამას აპრავებ იმით, რომ იცი რა, სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ჩვენთვის ყველა სტუმარია, რუსი იქნება თუ არ არის ასე. არ არის და მოდით შევეგუოთ ამას რა, რომ როდესაც ეკონომიკურ დამოკიდებულებაში შედიხარ ესეთ ქვეყანაში, რომელმაც 2006 წელს ემბარგო დაგიწესა, მხოლოდ 2015 წელს მოგიხსნა და თამაშობს ამით და შეუძლია მართოს შენი ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, არ უნდა იყოს დამოკიდებული ამ ქვეყანაზე არანაირად. და მაშინ როდესაც პირდაპირ პროპორციულად ხარისხია დამოკიდებული იმაზე, რომ შენ სხვა ქვეყნებზე დივერსიფიცირებას მოახდენ თუ არა და შეძლებ თუ არა ხვედრითი წილი ტურიზმის გაზარდო შვედეთზე, ამერიკაზე, ბრიტანეთზე, გერმანიაზე, ევროკავშირის ქვეყნებზე, მაინდა-მაინც რუსეთს როცა ირჩევთ, მოდი შევხედოთ მაშინ სიმართლეს და სტატისტიკას, რომ წლების განმავლობაში რუსი ტურისტი არასოდეს არ შედიოდა ტოპ 5-ში. არასოდეს წლების განმავლობაში, იმიტომ რომ წყიდვალუნარიანობით ხარჯვითი ნაწილი თვალსაზრისით ის არ ხარჯავდა იმდენს, რამდენსაც ხარჯავდა ამ ქვეყანაში ამერიკელი ან ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეები. მით უმეტეს რომ რუსეთის მოქალაქე მათ შორის მე ვლაპარაკობ მასიურად, მასობრივად. ეს ადამიანი ყიდულობდა მარკეტში პროდუქტს, მე სახლში და მეურნეობის პირობებში ამზადებდა ამას და რესტორნის მომხმარებელი არ იყო დიდწილად. ამიტომ ეს დიდი კონკრეტულ რაღაცა უკმაყოფილებას იწვევდა სარესტორნო ბიზნესისაც, იმიტომ რომ ფსოს ვერ აკეთებდნენ ამ სტუმარზე, ამ სეგმენტზე. გაცილებით მეც ხარჯავდა ამერიკის და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქე. მორჩა ეს ხო დღესდღეობით ისეთ იზოლაციაში ვართ, ისეთი გაფუჭებულია ყოველთა ურთიერთობა, რომ აქ არავინ ჩამოდის. ამიტომ იმაზე ლაპარაკი, რომ მაგალითად რუსი ტურისტი კარგია, არ არის რუსი ტურისტი კარგი, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური ბერკეტი რუსეთის მხარე ხელში, რომელსაც შეუძლია ამოქმედოს ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე როგორც ენერგოდამოკიდებულება, ეკონომიკური დამოკიდებულება უნდა მცირდებოდეს ამ ქვეყანაში წლიდან წლამდე, რომ იყოს ნორმალური ქვეყანა და რომ ყავდეს ამ ქვეყანას ნორმალური ხელისუფალი, ლეგიტიმური და მე ნორმალური. უნდა არსებობდეს გეგმა წლების განმავლობაში უნდა შექმნილიყო ასეთი გეგმა, რომელიც დაისახავდა მიზნად ენერგოდამოკიდებულების და ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას რუსეთზე, როგორც საგარეო რისკზე, რისკ ფაქტორზე. ხო, მთავარი მოხდა ეგ ყველაფერი, ხო? პირიქით მოხდა ეგ ყველაფერი. პირიქით მეთოდურად გახდა დამოკიდებული. აი, ირაკლიმ რა თქვა, ხო? მაგიტო უკვე თამათაც ჩამოკიდეს მთელი ეკონომიკა რუსეთზე, მათ შორის ქართული ოცნების ლოიალური მოხმარებლები და აღმოჩნდა რომ უკმაყოფილოები არიან, იმიტომ რომ რისკი ძალიან მაღალია იმისა, რომ მათ და ერთ დღეს აღმოჩნდება ის, რომ ჰაერშია ჩამოკიდებული. არა, მათ უკვე აი წარმოიდგინეთ, ეხლა ხო თაფლობის თქვი აქვს ოცნებას და რუსებს, ხო? ეხლა თაფლობის თქვი აქვს, ხო? ეხლა დალაგებულები არიან რუსებთან ბოლომდე, ისინი ამათ აქებენ, ესენი იმათთან ეს არიან. ლავროვი მაინც გამოვიდა, მაინც აი ამ სიტუაციაში და თქვა, თქვენ ხო გახსოვთ რომ თქვენი სოფლის მეურნეობა ჩვენთან რო შემოდის, როგორი დამოკიდებულები ხართ ჩვენზეო. ეგ ანუ მაინც რიტორიკულად მაინც კიდე ერთხელ დაგვაშანტაჟა. ხილით ქნები პოლიტიკა. ლავრომა ამათ რა თქმა უნდა პასუხი არ გასცეს, ხო? მეთოდურად ჩამოაბეს მთელი ქართული ეკონომიკა რუსეთს და ახლა გვეუბნები რომ ხა ჩამოკიდებულები ვართ რუსეთზე და სხვა რა გზა გვაქვს აბა? ამათი პასუხის გაცემის ტრაექტორია მხოლოდ ამერიკა, ევროპის პოლიტიკოსების ირგვლივ ტრიალებს, ირანელებს. ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენ ქალ და ნამდვილ მტრებს ესენი ვერაფერში, ხო? ძალიან სუდი ფაქტი იყო და უცებ აყაყანდა მთელი პროპაგანდა, დაიწყო ეს ტროლების მესიჯბოქსი, რომ 96,000 ფრენიცით გაუქმდა ფასტ-ფუდს. აი, ან სტატისტიკა სად არის, ან სად მოაქვს ეს აბსურდული რაოდენობა, მაგრამ ეს არის ზუსტად დაშინების ის, ხო, რომ ჩვენ ვარ დამოკიდებული რუსეთზე. ეს იყო მთავარი გზავნილი. ამიტომ მოდით, აი ლავროვის გზავნილიც ეგ არის, ხო, თითქმის ლაპარაკი, რომ თქვენ ჩვენზე ხართ დამოკიდებული. მე მაგიტო ვამბობ, ეს რო იყოს ნორმალური ხელისუფალი, ლეგიტიმური და ნორმალური, მაშინ პირველ რიგში უნდა იზრუნო იმაზე, რომ სახელმწიფო სტრატეგიის დონეზე შეიმუშაო, როგორ შევამციროთ წლიდან წლამდე ამათზე დამოკიდებულება. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ჩემს სტუმრებს, ხომ არაფერი დაგრჩათ სათქმელი, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და ამომწურავი იყო.